მადლობა რომ დღეს აქ ვართ ის თანდასწრებაში. მადლობა რომ ის გვიმოწმებს, მადლობა რომ ის ეხება ჩვენს ცხოვრებას. მადლობა რომ სიტყვას გვიგზავნის თავის წყალობით, თავის მადლით გვაკურთხებს თავის თანდასწრებით. დიდება და მადლობა უფალ ღმერთს. მე შემთხვევით არ მithქვამს ლოცვაშიდაც რომ ჩვენ მორიგი რიტუალში მონაწილეობისთვის არ მოვსულვართ აქ. შეიძლება შეუცნობლად თუ ქვეცნობიერად ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში ასეც არის, მაგრამ ღმერთი უყურებს მწყურვალი ადამიანების გულებს. იცი, ღმერთი პასუხობს და ებრაელთა წერილი გვასწავლის ჩვენ, რომ ღმერთი ყველას არ მიუძღავს. ღმერთი მიუძღავს მარტო ერთ კატეგორია ადამიანებს, მის მაძიებლებს, ვინც ეძებენ. წმინდა წერილი ამბობს ამას. სახარებებშიდაც არის ეს ნათქვამი. ითხოვეთ და მოგეცემათ და აკაკუნეთ და გაგიღებათ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეძებეთ და იპოვეთ. იმიტომ რომ ღმერთი მიუძღავს იმ ადამიანებს, ვინც ეძებს. ღმერთი მიუძღავს იმ ადამიანებს, ვინც ელოდება მისგან. საგალობელშიდაც იყო ნათქვამი, რომ შენ გჭირდები. იცი, ხშირად ადამიანები ამას ლაპარაკობენ, თუმცა ხშირად ჩვენი ნათქვამი ეს სიტყვა უფრო, როგორ გითხრათ, იცით, დამახსოვრებულის გამეორება, ვიდრე ნამდვილად იმ რეალობაში დადგომა, როცა მართლა გრძნობ, რომ ღმერთი გჭირდება. ჩვენ ხშირად ღმერთი გვჭირდება, რომ ჩვენი საქმეები ადვილად მოვაგვაროთ. მაგრამ ერთი რამე მინდა ვიცოდეთ, რომ არასდროს ღმერთი ჩვენ გასაკეთებელს არ აკეთებს. მას არსად არ უთქვამს, რომ შენ ზარმაცობაში განვითარდი და იძინე კარგად, გვერდი იცვალე და მე შენს მაგივრად გავაკეთებ. ხშირად ჩვენ ვეუბნებით ღმერთო, მჭირდები, იმიტომ რომ ჩემი საქმეები მოვაგვარო. მაგრამ იობის წიგნში წერია, მე ხა ძებნას არ დაუწყებ, ერთი ადგილია. ღმერთიო, გაჭირვებულს გაჭირვებით უხსნის ყურს. ხშირად რთული დრო, მიტო კი არ მოდის ჩვენ ცხოვრებაში, რომ მაინდა-მაინც ეშმაკი არის ბოროტი. ხშირად რთული დრო, მიტო დგება ჩვენ ცხოვრებაში, რომ ღმერთს უნდა თვალი აგვიხილოს და ყური გაგვიხსნას, რომ მოსმენა ვისწავლოთ და გადაწყვეტილებების მიღება ვისწავლოთ. იცი, ჩვენ ვამბობთ ღმერთო მჭირდები, იყო ერთხელ ერთი კაცი, ეს რეფორმაციის წლებში იყო, რომელსაც შოტლანდიის რეფორმატორს ეძახიან. ეს იყო ჯონ ნოქსი და ინგლისის დედოფალი სისხლიან მერის რომ ეძახდნენ, მარი ანტუანეტა. ის ამბობდა, რომ შოტლანდიის ჯარებზე მეტათო ჯონ ნოქსის ლოცვის მეშინია. ეს იყო პიროვნება, რომელიც ძალიან დიდი გამოღვიძების ეპიცენტრში და სათავეში იყო. და დღეს არის შოტლანდიაში მისი სახლ-მუზეუმი და როცა მე არ ყოფილვარ სამწუხაროდ, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა. და როცა იქ შედიან მის დასათვალიერებლად, თურმე არის ერთი ადგილი ხის იატაკზე, სადაც ორი ღრმული არის, ორი ესე ჩაღრმავებული ადგილია. და აქ ლოცულობდა ხოლმე ჯონ ნოქსი. ამბობენ. აქ ლოცულობდა ხოლმე ეს. აქლემის მუხლას ეძახდნენ, თურმე სულ დაკოჟირილი ქონდა მუხლები. ისე იდგა ხოლმე ღვთის წინაშე. და ამ კაცზე არის ესეთი მოწმობა, ერთხელ ეს კაცი თურმე ლოცულობდა ღვთის წინაშე და უთხრა, ღმერთო, თუ შენ არ მოხვალ შოტლანდიაში, თუ შენ არ შეეხები ამ ერს, ღმერთო, თუ შენ არ შეეხები ამ ხალხს, მე მუხლებიდან აღარ ავდგები. ღმერთო, მე მუხლებიდან აღარ ავდგები. და ღმერთმა იცოდა, რომ ის მართალს ამბობდა. ამიტომ მართლა მოვიდა ღმერთი იმ ერში. ამიტომ მართლა შეეხო ღმერთი იმ ერს. მართლა დაიწყო იქ რაღაც. იცი, ჯონ ნოქსის მერე ამ ლოცვით ბევრმა ილოცა. მიბაძეს ჯონ ნოქს და თქვენს ღმერთო, თუ შენ არ შეეხები ახლა ამ საქმეს, რაშიდაც მე ვდგევარ. მე მუხლებიდან აღარ ავდგები. მუხლები დაეღალათ, ეთკინათ და ადგნენ. იცი, ღმერთს ის არ უნდა ვიღაცებს მიბაძო. ღმერთს უნდა, იცი, როცა ამბობ, მე შენ მჭირდები. ეს მართლა გულიდან და წრფელი ნათქვამი უნდა იყოს. ისე კი არა, ღმერთო, მოდი ვცდი, თუ გამოვა ხო კარგი, თუ არა და მილიონი ვარიანტი მაქვს კიდე.
თუ ეს არ გამოვა, ესე გავაკეთებ, ეს თუ არ გამოვა, ესე გავაკეთებ. იცი, როცა იონა ლოცულობდა თევზის მუცელში, ეს ბოლო შანსი იყო. ბოლო შანსი და ნული იმედი. არ იცი, მას არ თუ ღმერთი დამეხმარება თუ არა და დანა მაქვს აგერ და გამოუფატრავ ამ თევზს და გამოუძვრები აქედან, ხო? მაგრამ ეს ასე არ იყო. ჩვენ ამას წინაც ვლოცულობდით აბრაამზე, რომელიც იმედის მიღმა ერწმუნა ღმერთს იმედით. იმედის მიღმა ერწმუნა იმედით. იცი, ღმერთო მჭირდები, როცა ამბობ. ღმერთი ხედავს ჩვენს გულს. რატო ვამბობთ ამას? საიდან მოდის ეს? არ ვიცით, მეგობრებო, თუ მოусმინეთ თემებს, რომელიც დაიდო სოციალურ ქსელებში, ჩვენი ეკლესიის უფროს პასტორს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, ძალიან კარგი სიტყვა. წინაკვირას იცით, რომ სულთმოფენობა იყო. ზოგისთვის ეს დღესასწაული კიდევ ერთი რაღაც რელიგიური რიტუალი არის. უამრავი ადამიანისთვის ეს კიდე საფლავზე გასulis მორიგი საშუალება არის, რომ საფლავებზე გავიდნენ და მიცვა, მაგრამ სულთმოფენობის დღესასწაული ეს არ არის საფლავის დღესასწაული. სულთმოფენობის დღესასწაული არც დღესასწაული არ არის, ეს ისტორიული მოვლენაა. ისტორიული ფაქტი, როცა ღმერთმა გადაწყვიტა რჯულიდან კი არა. დაწერილი სიტყვით კი არა მარტო. დაწერილი რაღაც სიმბოლოებით კი არ დაეწყო ჩვენთან ლაპარაკი მარტო, ჩვენ შინაგანიდან ელაპარაკა ჩვენს ცხოვრებაში. როცა ღმერთმა გადაწყვიტა წინასწარმეტყველების მეშვეობით კი არა, ანდა ქადაგებლების მეშვეობით კი არა. მან თვითონ გადაწყვიტა ჩვენში დავანებულიყო. ჩვენში დაევანა. როგორც მოციქულთა საქმეში წერია, უფალი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველივე რაც მასშია. ხელქმნილ ტაძრებში კი არ მკვიდრობს. აბა სად მკვიდრობს? ის მკვიდრობს ჩვენში, თავის ეკლესიაში. ზოგიერთი ამბობს ჩემში, არა, მარტო ჩემში არა. ის ჩემში მაშინ მკვიდრობს, როცა მე მკვიდრობ ეკლესიაში. ეს ძალიან ბევრი ადამიანი ცდომილებაში წავიდა იმის გამო, რომ წმინდა წერილი ამბობს, ნუ თუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ. იქ წერია მრავლობითში და არა ხარ. მე არ ვარ ღვთის ტაძარი მარტო, განყენებული. მე ღვთის ტაძარი მაშინ ვარ, როცა მის ოჯახში ვარ, მის სახლში ვარ. დიდება უფალს, რომელიც არის ცოცხალი ღმერთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი, როგორც პავლე მოციქული წერს ტიმოთეს. გასაგებია, უამრავი ღმერთი ცხოვრობს ჩემში. ამას წინათ დღეს გვაქვს ჩვენ საშუალება, იცით, რომ სოციალური მედია ძალიან განვითარდა და ყველას დიდსა და პატარას აქვს ამის შესაძლებლობა თავისი აზრი გამოთქვას სოციალურ მედიაში და გამრავლდა უამრავი მასწავლებელი, უამრავი ადამიანი, რომლებიც აუცელებენ მილიონ რაღაცას. და ადამიანი, რომელიც ძალიან აქტიური არის ხშირად, მოbrunდები და თქვენ თვითონ ვინ ხართ? თვითონ არავინ არ არის. მე არავინ არა ვარ, რა მნიშვნელობა აქვს? წარმოგიდგენია ჩვენი მაცხოვარი რო ასე ყოფილიყო. მე არაფერზე არა ვარ პასუხისმგებელი, მე არავინ არა ვარ, არაფერს არ წარმოვადგენ და საერთოდ ქვეყანა რო დაინგრეს, მე არაფერი არ შემეხება, მაგრამ შენ გასავლი ჭკუას. ჩვენი უფალი ასე არ ცხოვრობდა. გასაგებია? და მე ძალიან მინდა ერთი რამე ვიცოდეთ. ღმერთმა რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველივე რაც მასშია, ის არის ისა და ქვეყნის უფალი. ის არ მკვიდრობს შენობებში, ხელმკვლელ ტაძრებში. აბა სად მკვიდრობს? ის თავის ეკლესიაში მკვიდრობს, ის ჩვენში მკვიდრობს. ჩვენ ვართ მისი ჭურჭლები, ჩვენ აგვირჩია მან. და მას უნდა, როგორც მეორე კორინთელთა წერილის მე-6 თავში წერია, თუ გადაშლით ჩემთან ერთად, აგერ წერია 6 მუხლიდან. რა კავშირი აქვს ღმერთის ტაძარს კერპებთან? რამე თუ თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა, გამკვიდრდები და ვივლი მათში. და ვიქნები მათი ღმერთი, ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. მოდი კიდე გავიმეორებ. დაუმკვიდრდები, ღმერთს აქვს ოცნება, ღმერთს აქვს სურვილი. ღმერთმა თქვა, მე დაუმკვიდრდები მათში. სულთმოფენობის დღესასწაული ეს არის მომენტი, როცა ღმერთმა თქვა, რომ მე გარედან კი არ ვილაპარაკებ მათ ცხოვრებაში. მე რჯულიდან კი არ ვილაპარაკებ მათ ცხოვრებაში.
დამკვიდრდები და ვიბლი მათში. მაგრამ მოდი დასვი კითხვა, თუ უფალი ჩემში ცხოვრობს, როგორ გრძნობს ის ჩემში თავს? დიდი თავისუფლება აქვს? თუ პირიქით, შეზღუდული, შევიწროებული, ყველა უფლება წართმეული, შებოჭილი, გაკოჭილი, გაჭედილი, არაფრის უფლება არ აქვს მას. მაგრამ ერთი რამე იცოდე, თუ ჩვენი ბაგით ვაღიარებთ, რომ ის არის უფალი, მაშინ მას უნდა ქონდეს ყველაფრის უფლება, სრული თავისუფლება. დამკვიდრდები და ვივლი მათში. ეს ამას ნიშნავს. ღმერთს უნდა რომ ჩვენში დამკვიდრდეს და თავისი უფლობა განახორციელოს ჩვენში. ეხლა ნინოც ლაპარაკობდა ცოტა სამის შესახებ. იცი, კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხის ნაყოფის ჭამა ზუსტად ეს არის. ღმერთო, შენ ხარ უფალი, ოღონ მე გადავწყვიტავ. შენ უფალი ხარ მარტო სიმბოლურად ჩემ ცხოვრებაში, თორე გადაწყვეტილებით მე გადავწყვიტავ. მე თვითონ ვიცი, მე თვითონ მინდა, მე ვიცი რა შევწირავ, მე ვიცი რის საშუალება მაქვს, მე ვიცი, მე ყველაფერი ვიცი, მე ვიცი რა მინდა, მე ვიცი როგორ მინდა, მე ვიცი სად მინდა, მე ვიცი და ზუსტად ის მინდა, რაც მე ვიცი. მე არ მაინტერესებს შენ რა გინდა. კი მაინტერესებს ლოცვაში ხანდახან ვიტყვი ხო ღმერთო მე ის მინდა რაც შენ გინდა, სინამდვილეში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით უკვე რა გვინდა. და ხშირად ჩვენ, მეგობრებო, არსებობს ესეთი სიტყვა მანიპულირება. ხშირად ჩვენ ჩვენი ემოციებით, ჩვენი რელიგიური რიტუალით, თუ სხვა რაღაცით, ვცდილობთ მანიპულირება მოვახდინოთ ღმერთზე, რომ როგორმე ის მივიღოთ, რაც გვინდა. და იცი ხშირად ჩვენ ვიღებთ იმას, რაც გვინდა. ამას წინათ ერთს ვწერდი. საერთოდ ღმერთის ნება არ არის რაღაც ერთგვაროვანი. რამდენიმე სახის ღმერთის ნება არსებობს და ეს ჩვენ გვითქვამს ეკლესიაში. სამი სახის, მოდი დღეს ვთქვათ, რომ სამი სახის ღმერთის ნება არსებობს. პირველი, მისი სუვერენული ნება, რაც მისი ნებაა. აი, ღმერთმა რო განაცხადა, რომ ეს არის მისი ნება. თუ გახსოვთ ერთხელ ჩვენმა უფალმა თქვა, ეს არის მათეს სახარების 19 თავში არის მოთხრობილი, რომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, ერთხელ მასთან მივიდნენ და უთხრეს, რომ ნებადართულია თუ არა კაცისთვის, გაეყაროს სოლს. და უფალმა უთხრა, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს. ვინაიდან დაწერილია, მიატოვებს კაცი თავის დედას და თავის მამას, მიეწებება თავის სოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცი. ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს. გაუკვირდა და უთხრა, რას ამბობ? აბა მოსემ რაღაცო გვითხრა რჯულში. მეგობრებო, გახსენებთ ტიმოთეს მიმართ მიწერილ პავლე მოციქულის სიტყვებს. მეორე ტიმოთეს მესამე თავის 16 მუხლი. მთელი წერილი. და როცა პავლე მოციქულმა ეს სიტყვები თქვა, მთელი წერილი ღვთისმსულიერია, არავით არის ახალი აღთქმა, მაშინ არ არსებობდა. ანუ მან თქვა ძველ აღთქმაზე. მთელი წერილი ღვთისმსულიერია. რა თქმა უნდა, ძველზედაც იგულისხმებს და ახალზეც. ამიტომ მოსემ რა სიტყვებიც თქვა? როგორ? ეს არ არის ღმერთის სიტყვა? ეს არ არის ღმერთის სიტყვა? მოსემ თქვა, რომ ვისაც თავის ცოლის გაშვება უნდა, გაყრილობის მოწმობა მისცეს და გაუშვასო. და შენ ახლა ამბობ, რომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გააშორებს. აბა მოსეს შეეშალა? აი ზუსტად აქ არის გასაღები. ქრისტემ უთხრა, ეს მოსემ თქვენი გულქვაობის გამო გითხრათო, თორე დასაბამიდან ასე არ ყოფილა. ეს, ანუ ღმერთის სუვერენული ნება ასე არ ყოფილა, მაგრამ იმისთვის, რომ თქვენ იმდენად დაშორდით ღმერთს და იმდენად გააქვთ ეს თქვენი რაღაცეები, ღმერთმა დაუშვა რაღაცა და თქვა, კარგი იყოს ეგრე. თუ გახსოვთ, არა უმიზეზოდ სხვათა შორის. სამუილთან რო მივიდნენ ისრაელის ტომების მთავრები და უთხრეს, რომ არ გვინდა მსაჯულიო, გახსოვთ? იცი რატო უთხრეს ეს? მიზეზით გეცოდინებათ. იმიტომ რომ სამუელის შვილები არ ცხოვრობდნენ სამუელის გზით. უკეთურობდნენ. არა უსამართლოდ იქცეოდნენ, მიკერძოებულები იყვნენ. რაღაცას არასწორად აკეთებდნენ. და მივიდა ისრაელის მთავრები სამუელთან და ეუნევიან, არ გვინდა მსაჯული. იმიტომ რომ ისინი ხვდებოდნენ, რომ სამუელი რო გარდაიცვლებოდა, მისი შვილები გააგრძელებდნენ მის საქმეს. და არ გვინდა, ისინი არ გვინდა სამუელი. არ გვინდა ჩვენ მსაჯული. ჩვენ მოგვეცი მეფე,
მეფე გვინდა. და სამუელი წუხდა ამის გამო. იმის გამო, რომ სამუელმა იცოდა, რომ მეფე ღმერთია. იმ სისტემაში, რომელ სისტემასაც აშენებდნენ, ანუ თეოკრატიულ მართლობაში მეფე ღმერთია. ღმერთია ის, ვინც მეფობს. ღმერთია ის, ვინც არის უფალი, ვინც არის ბატონი. და მას სჭირდება ჭურჭლები, სადაც თავის თავს გამოავლენს და თავის საქმეებს გააკეთებს, თავის დიდებულებას აჩვენებს. დიდება უფალს. და სამუელი წუხდა ამის გამო. ჯერ ერთი ის წუხდა, იმიტომ რომ თვითონ იყო უარყოფილი და მეორე წუხდა მის გამო, რომ ისრაელი ამით ღმერთს შორდებოდა. თუ გახსოვთ ღმერთი ეუბნება, რატო წუხარ შენ? მათ შენ კი უარყვესო, ეუბნება, მე უარმყვეს. შენ არ უარყვეს, მე უარმყვეს, ამიტომ მიეცი მათ, რასაც ითხოვენ. მიეცი მათ, რასაც ითხოვენ. და ვინ იტყვის, რომ დავითი ღმერთის ნება არ ყოფილა? ღმერთი ამბობს დავითზე, რომ ეგო ჩემი გულის სანდომი კაცია. როგორ? მეფობა არ იყო ღვთისნება? მთელი გაბედულებით გეტყვით. მეფობა არ იყო ღვთის სუვერენული ნება. იმ საზოგადოებაში ღმერთი უნდა ყოფილიყო მეფე. მაგრამ იმ მდგომარეობაში, რომელშიდაც სამუილი იყო და ის საზოგადოება იყო, ღმერთმა თქვა, მიეცი მაგ ხალხს, რასაც ითხოვთ. მეფობის ინსტიტუტი ისრაელში, მონარქია ისრაელში დაშვებული ნება იყო ღვთისა. ღმერთმა ეს დაუშვა. თუმცა თუ ორ რამეს შევადარებთ, სუვერენული ღმერთის ნება, თუ დაშვებული, რა თქმა უნდა, სუვერენული ღმერთის ნება ეს მაღალი სტანდარტია, როცა ადამიანები ეძებენ მის ნებას. მაგრამ ხშირად ღმერთი უშვებს რაღაცას ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვინდა. ერთ ამბავს გაგახსენებთ, ამ თემაზე ლაპარაკს მე არ ვაპირებ დღეს. ერთ ამბავს გაგახსენებთ, ბალაამ ბოსორელიზე. მოსმენილი გაქვთ ალბათ, ესა წაკითხულიც. ვინ იყო ბალაამ ბოსორელი? ბალაამ ბოსორელი იყო ერთ-ერთი წინასწარმეტყველი, მოწინასწარმეტყველო ნიჭის ადამიანი, რომელიც დაიქირავეს ფილისტიმელებმა იმისთვის, რომ ისრაელი დაეწყევლა. რომ ისრაელზე წყევლა გამოეცხადებინა. გახსოვთ? მე ახლა დროს არ წაგართმევთ. წმინდა წერილში არ დავიწყებ ძებნას, იმიტომ რომ არც ვაპირებდი ამ თემაზე ლაპარაკს. უბრალოდ სიუჟეტს გაგახსენებთ. და ბალაამ ბოსორელი ეკითხება ღმერთს, წავიდე თუ არაო? რა თქმა უნდა, ეს გასამრჯელოს თავაზობდნენ, ისი არ მიდიოდა იქ უფასოდ. და ეკითხება ღმერთს, წავიდე თუ არა ისრაელის დასაწყევლადო? და ღმერთისგან არის პასუხი, არ წახვიდეო. მოვიდა ბალაამ ბოსორელი და ეუნეო ფილისტიმელებს, რა ვქნა ბოდიშით? ღმერთს კითხე და ღმერთს ვიტყრა, არ წახვიდეო. ფილისტიმელებმა იფიქრეს ეცოტავაო და მოუმატეს გასამრჯელო. და ბალაამ ბოსორელი ისევ მიდის ღმერთთან დასაკითხად. დაუკვირდით სიუჟეტს, დაუკვირდით, ეს კომიკური სიტუაცია. ხო იყო მანამდე ღმერთთან. ხო გაიგო ღმერთის ნება. ღმერთმა უთხრა არ წახვიდეო. მაგრამ რაღაც გასამრჯელო მოუმატეს, ისევ წავიდა ღმერთთან დასაკითხად. თქვენ როგორ ფიქრობთ, გასამრჯელოს გამო ღმერთის გადაწყვეტილება შეიცვლებოდა? არა, შეიცვალა. მეორედ რო წავიდა დასაკითხად, ღმერთმა უთხრა წადიო. და იცით, პირველად რო წავიკითხე მსგავსი რაღაცა, ფიქრობ, ღმერთო ჩემო, ეს რას ნიშნავს? იმიტომ რომ იმდენად უნდოდა ბალაამ ბოსორელს, იმდენად უნდოდა ამ გასამრჯელოს აღება, ღმერთო, წადი. მაგრამ როცა ბალაამ ბოსორელი მივიდა იმ ადგილზე, საიდანაც წყევლა უნდა ეთქვა ისრაელზე, მიხვდა რომ არაფერი წყევლა მათზე არ გაჭრინდა, იმიტომ რომ ღმერთის კურთხევის ღრუბელი იდო იქ. დიდება უფალს. ჩემო მეგობრებო, კიდე ერთხელ ვამბობ, ხშირად ჩვენ, ვცდილობთ ეს, ამიტომ მოგიყვანეთ მაგალითად ეს, რომ ხშირად ჩვენ ვცდილობთ, რომ მანიპულირება მოვახდინოთ, როგორმე გამოვითხოვთ, ღმერთო, გევედრები, ღმერთო, ღმერთო, გემუდარები. როცა ღვთის ნების მაძიებელი ხარ, ხშირად ზეცისკენ გახედვა არის საკმარისი, რომ მოქმედებები დაიწყოს. დასაგებია? როცა ღვთის ნების მაძიებელი ხარ, როცა მის სუვერენულ ნებას ეძებ, როცა გულიში გაქვს ესეთი ლოცვა და ღმერთს ეუნევი, ღმერთო, ისე კი არა, მე რომ მინდა, მე ისე მინდა გავიგო, შენ რა გინდა, ეგ უფრო მაინტერესებს, იმიტომ რომ მე რომ მინდა, ეს ძალიან
ვიწრო, მოკლევადიანი, ძალიან პატარა რაღაცის, მაგრამ შენ იცი ყველაფერი და შენ ხედავ ყველაფერს. როცა წმინდა წერილში ღმერთი ამბობს, რომ მე მაგ ზრახვები, სასიკეთო ზრახვები თქვენთვის, რომელიც ჩვენ ჯერ კიდე არ ვიცი, ჩვენ მისი წარმოდგენა არ გვაქვს, მაგრამ ღმერთმა ეს იცის, მაგრამ როცა მისი გულის როცა მაძიებელი ვარ ღვთისნების, მე მარტო ღვთისნებას კი არა, მის გულს ვეძებ. მაშინ ჩვენ აღარ გვჭირდება მანიპულირება, მაშინ ჩვენ აღარ გვჭირდება, იცი, რაღაც ემოციები, რა ვიცი. უბრალოდ მიდიხარ ამ გზით. ღმერთმა თქვა, თუ ილოცებ 24 საათი პლუს კიდე რაღაც, თუ ამდენი ხანი მუხლებზე იდგები, თუ ასე იზავ, თუ ამას გააკეთებ, თუ ნაცარს დაიყრი თავზე, თუ დიდ შესაწირავებს გააკეთებ, თუ ასე იქნები, თუ ისე იქნები, აი მაშინ მოგისმენ. არა. ღმერთმა თქვა, ეს არის მეორე რჯულის 28 თავი. თუ გაიგონებ ჩემ ხმას. თუ დადგები იმ გზაზე, რომელზედაც გაყენებ, თუ მოსმენას ისწავლი და გაყოლას ისწავლი. ქრისტიანობა მდგომარეობს ორ სიტყვაში. მოსმენა, გაყოლა. ძალიან მარტივი, მაგრამ იმდენად რთული, რომ უამრავი ადამიანი ვერ იგებს. ქრისტიანობა მდგომარეობს ორ სიტყვაში. მოსმენა, გაყოლა. გავიგონე, გავაკეთე. ჭურჭლობა მეტი არაფერი არ არის. მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ. ღმერთი არ ეძებს ვარსკვლავებს. ღმერთი ეძებს ჭურჭლებს. ძალიან მარტივი. ძალიან მარტივი. ღმერთი, კიდევ ერთხელ, ღმერთს არ ჭირდება ვარსკვლავები. ვარსკვლავები მან თვითონ შექმნა. ღმერთი ეძებს ჭურჭლებს. და ჭურჭელი ვინ ხდება? რომელიც რაღაც განსაკუთრებული, რაღაც ზებუნებრივი ნიჭი და უნარებით არის შემოსილი და ცოდნით. არა. ჭურჭელი არის ის, ვინც გაიგონა, გააკეთა. გავიგონე ღმერთო შენი ხმა. როგორც მოსე ლოცულობს მეორე რჯულის 26 თავის 12 მუხლიდან. მეათედზე როცა ასწავლის. უნდა უთხარე ასწავლე ერსო, რომ ასე თქვან, როცა ამას აკეთებენ. გავიგონე შენი ხმა. და გავაკეთე ისე, როგორც ნაბრძანები ქონდა ჩემთვის. კი არ დამიწყია მე ესე რო გავაკეთო, მე როგორ იქნება, მე საიდან იქნება, მე რა იქნება, რა ვიცი მე რო ეხლა მივცე, მე ვიღა მომცემს. და მილიონი რაღაც. ღმერთმა, იცი, უამრავ ადამიანმა ხშირად შესწირა, იმიტომ რომ ისმენდნენ, რომ თუ შეწირავ ღმერთი გაამრავლებსო. თადგნენ და შეწირეს. და როცა არ გაამრავლა ღმერთმა, იმედგაცრუებულები დარჩენ და მქადაგებლებზე თქვის მატყუარები არიან ეგენი, არაფერიც არ გამრავლდაო. ეს ანგარებაა. ამიტომ მეგობრებო, დღეს მინდა ერთ რაღაცა შევეხოთ, დღეს მინდა გრძნობაზე ვილაპარაკო მეტი. პასტორიც ამაზე ლაპარაკობდა, ამაზე არა მთლად, მაგრამ ამას შეეხო. გრძნობა, ეს ისეთი რაღაცაა, ვიცო, ძალიან ხშირად გვითქვამთ ჩვენ ეკლესიაში მოციქულთა საქმეში წეგან რომელი მუხლიც ვახსენე, მე 17 თავი 24 მუხლიდან, იქ წერია, ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, იგი არის ცისა და ქვეყნის უფალი, ხელქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს, არც ადამიანთა ხელის სამსახურს მოითხოვს, თითქოს რამე სჭირდებოდეს, თვითონ აძლევს ყველა სიცოცხლის სუნთქვას და ყოველივეს, ერთიდან შექმნა დედამიწის ყველა შტო და დაასახლა და განსაზღვრა მათი განსახლების დრო და ვადები და მერე წერია, რათა ეძებნათ ღმერთიო. მე ადრეც გვილაპარაკია ჩვენ ამ თემაზე და იცით რა არის? ქართულ გრამატიკაში არის საპირისპირო სიტყვები. ძებნის საპირისპირო რა არის? პოვნა. და მაგრამ წერილის ავტორი ასე არ ამბობს. წერია, რათა ეძებნათ ღმერთი, გრამატიკული იქნებოდა, რომ იქნებ ეპოვათ. იქ წერია, იქნებ ეგრძნოთ. პირველი სიტყვა წერია ეგრძნოთ. ღმერთს ვერ იპოვი თუ არ იგრძნობ, მეგობარო. ღმერთს ვერ იპოვი თუ შენ გრძნობებს არ განსწავლი, თუ არ, იცი, უამრავი ადამიანი ამბობს, მე გავიცანი ღმერთი, ერთხელ ერთი ქალბატონი გველაპარაკებოდა რუსთავში ერთ შეხვედრაზე ვიყავით და ერთხელ ერთი ქალბატონი, მე ღმერთი გავიცანი. მილიონი წელი რო იცოცხლო დედამიწაზე, გარწმუნებ, არ გეყოფა ღმერთის გასაცნობად. იმდენად ამოუწურავი დიდებულებაა ღმერთი. იცი, როცა შენ ამბობ, რომ ღმერთი გაიცანი, მისი რაღაც მემილიონედი ნაწილი ნახე, გაიგე მასზე.
ისიც ყურის მოკვრით. და გონია რომ რაღაც გაიცანე. გასაგებია? ამიტომ ღმერთი ყოველდღე უნდა გაიცნო, ღმერთთან ყოველდღე უნდა იყო, მისთან დასწრებაში ყოველდღე უნდა იყო, რათა ეძებად ღმერთი ასე ვინ ძლო ეგრძნოთ და როცა იგრძნობ, იპოვიკიდეც. ღმერთი დაიწყებს შენს გრძნობებში ლაპარაკს. ერთი მუხლი მინდა წაგიკითხოთ, რომელიც ერთი შეხედვით ამასთან კავშირში არ არის. მოდი ავიღოთ რომაელების მერვე თავი, ჩემი საყვარელი მუხლი არის. რომაელების მერვე თავი გადაშალეთ ჩემთან ერთად. პირველი მუხლიდან. ამიტომ ახლა პავლე ამბობს ახლანდელ დროში, ეხლა არავით არის მსჯავრდადება არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ, არა ხორციელად, არამედ სულიერად. აქ არის ქრისტე იესოში ცხოვრებაზე. მეშვიდე თავს თუ წაიკითხავთ, პავლე ლაპარაკობს სულიერ კრიზისზე, რომელიც მის ცხოვრებაშია. მეშვიდე თავი, რომელთა წერილის მეშვიდე თავს მე არ მინდა დრო დავკარგოთ, ამაზე მთელი თავი წავიკითხოთ. პავლე ლაპარაკობს იმ სულიერ კრიზისზე, რომელიც მის ცხოვრებაში დადგა რჯულთან ურთიერთობის გამო. იმიტომ რომ რჯული აყენებდა მოთხოვნებს და არ მაძლევდა არაფერს იმისთვის, რომ ეს მოთხოვნები დამეკმაყოფილებინა. რჯული მეუნეოდა არ შეეხო, რჯული მეუნეოდა არ გააკეთო, რჯული მეუნეოდა ასეთი იყავი, რჯული მეუნეოდა ამას, მაგრამ არავინ არ მეკითხებოდა მე შემეძლო თუ არა ამის გაკეთება. და ზუსტად ამას ლაპარაკობს პავლე, რომ კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი მეტმასნება. ჩემი გონებით მსიამოვნებს ღმერთის რჯული, პავლე ამბობს, მაგრამ ჩემს ასუებში ვპოულობ სხვა კანონს, რომელიც მატყუევებს მე და ცოდვის კანონის ტყვედ მხდისო, მე მასზე მიყიდული ვარ, პავლე ამბობს. მე ჩემ თავს მე არ ვეკუთვნი, მე ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას, მე კი მინდა რაღაცა, მაგრამ ის მაიძულებს სულ სხვა რამე ვაკეთო. გასაგებია? და მეშვიდე თავს ამთავრებს, რომ უბადრუკი ადამიანი ვარ, ბოლო მუხლი, 24 მუხლი, უბადრუკი ადამიანი ვარ, ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? პავლე ძალიან ცუდ დღეში ვარ, ძალიან დიდ კრიზისში ვარ. არაფერი არ გამომდის. ვიცი, რომ ასე უნდა ვიცხოვრო, მაგრამ არ გამომდის. ვერ მოვერიე. მინდოდა ძალიან არ შემეცოდა. მაგრამ თვალი გავახილე და ისევ ცოდვაში ვარ. მინდოდა ძალიან არ გამეკეთებინა. გული არ მეტკინა. მაგრამ ამ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებ. ციყვს რო ჩასვავენ იმაში, ბორბალში და გარბის გონია გარბის, მაგრამ ის სინამდვილეში ერთ ადგილზე დგას. იმიტომ რომ ბორბალი ტრიალებს. უბადრუკი ადამიანი ვარ. რა მეშველება? და 25 მუხლი. ვმადლობ ღმერთს, რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ ამრიგად ჩემი გონებით ღმერთის ჯულის მონავარ, ხოლო სხეული ცოდვის კანონისა. და მერვე თავი ესე იწყება. ამიტომ ახლა ეს მსჯავრდადება აღარ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ, არა ხორციელად, არამედ სულიერად. და მე ამბობს ერთ გასაოცარ სიტყვას. რამე თუ სიცოცხლის სულის ჯულმა ქრისტე იესოში გამანთავისუფლა ცოდვის და სიკვდილის კანონისაგან. შეკითხვა. რა არის სიცოცხლის სულის ჯული? მე ვიცი რჯული, მოსეს რჯული. გამიგონია და ვიცი, წამიკითხავს დიდი რჯულის კანონი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. გამიგია და წამიკითხავს მოციქულთა კანონები. მსოფლიოს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები. რჯული ქართული სიტყვაა და ნიშნავს კანონს. მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, სიცოცხლის სულის რჯულმაო. გამანთავისუფლა ცოდვის და სიკვდილის კანონისაგან. რა არის სიცოცხლის სულის ჯული? კი ფიქრიათ ამაზე? ამდენი ხნის მორწმუნეები ვარ და ხშირად ისეთ სიტყვებს ვსახებ, რა არის ეს? რა არის სიცოცხლის სულის რჯული? ანუ კანონია ეს, რაღაც კანონია. მაგრამ ეს კანონი არცად არ წერია. ასეთი კანონი ჯერ არ დაწერილა. სიცოცხლის სულის კანონი არ დაწერილა. პირდაპირ გეუბნები. 5 წიგნი თორა დაიწერა.
მოსეს რჯული დაიწერა, მოციქულთა კანონები დაიწერა, 7 საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები ოქმებად არის შედგენილი, დაიწერა, ყველაფერი დაწერილია. არსებობს დიდი რჯულის კანონი, დაწერილია. მაგრამ ეს სიცოცხლის სულის რჯული სადმე დაწერილა? ისტორიაში ვინმე მოძებნის, შეიძლება მე არ მყოფნის იმხელა კომპეტენცია, რომ არ შევხედრი ვარ ამას და არ წამიკითხავს, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ასეთი რჯული არ დაწერილა. რომელ რჯულზე არის ლაპარაკი, რომლითაც პავლე ამბობს, რომ აი ამ რჯულმა, სიცოცხლის სულის რჯულმა მე გამანთავისუფლა. სინამდვილეში, ჩემო მეგობრებო, ეს არის სულიწმიდისგან გაცოცხლებული ღმერთის სიტყვა ჩემში. დიდება უფალს. იცი, ღმერთის სიტყვა, აი აქ არის ღმერთის სიტყვა. თავისთავად ეს მკვდარია. იცი, რამდენიმე სახის ღმერთის სიტყვა არსებობს. ჩვენ ბიბლიის სკოლაში ვასწავლით. არის თაროზე დადებული ღმერთის სიტყვა, რომელიც არაფერს არ ცulis აბსოლუტურად. მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ნუ გონია თუ ბიბლიას თაროზე დადებ, ის რამეს შეცვლის. ცოტათი მაღალი სტანდარტი ვთქვათ. წაკითხული, მოსმენელი. შეგიძლია ბიბლია წაიკითხო, თავისთავად არაფერს არ შეცვლის. უბრალოდ რაღაც ისტორიებს მოისმენ. და მეტი ისტორია გეცოდინება. გასაგებია? სხვანაირად ის თავისთავად არაფერს არ შეცვლის. მესამე ცოტათი მაღალი სტანდარტი. გააზრებული. როცა ღმერთის სიტყვის თანახმად დაიწყე აზროვნება. იცი, გაიაზრე, რომ ამას ამბობს ღმერთი. ესე იგი, ეს უნდა ღმერთს. ეს შენში გამოიწვევს რაღაცებს, მაგრამ ესეც არ არის სრულყოფილი. არის მეოთხე სახე ღმერთის სიტყვის, განხორციელებული. აი ამის ეშინია ბოროტს რაღაც საშინლად. ღმერთის სიტყვა მარტო მოსმენელი არა. ღმერთის სიტყვა მარტო ჯერ თაროზე დადებული არა, დაწერილი, მოსმენელი, გააზრებული. აი როცა ღმერთის სიტყვის თანახმად ჩემ ცხოვრებაში რაღაცეები იწყებს ცვალებადობას, აი ამას მოაქვს ნაყოფი ჩემო ძვირფასებო. და სიცოცხლის სულის რჯული, რასაც პავლე მოციქული ამბობს, ეს არის სულიწმიდის მიერ გაცოცხლებული ღმერთის სიტყვა ჩემში. მოსმენილი კი არა, აი ყურებში რომ მოვისმინე, არა, ჩემს გულში მოხვედრილი, რომელიც მოქმედია. ებრაელების მე-4 თავის მე-12 მუხლი და ღმერთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ყოველგვარ ორლესულ מחვილზე ბასრი, რომელიც აღწევს ტვინისა და სახსართა გათიშვამდე და არჩევს ყოფს ერთმანეთისგან სულისა და მშვენივრას. დიდება უფალს. და რომელი ღმერთის სიტყვა არის ასეთი, აი ეს? მე ამას რა თქმა უნდა დიდი პატივით ვებყრობი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მას უპატიოდ ებყრობიან. უამრავი ბიბლია დაუწვიათ. უამრავი გადაუგდიათ. უამრავი დაუხევიათ. ეს არის ასეთი, ეს არის ცოცხალი, თავისთავად ეს არ არის ცოცხალი. აი ეს მაშინ არის ცოცხალი, როცა მას მე ჩემს გულში სულიწმინდა გააცოცხლებს. როცა ის ჩემში მოქმედებებს დაიწყებს. გასაგებია? მოდი ავიღოთ ერთი ექსპერიმენტი. ავიღოთ საფუარი და ჩავყაროთ რაიმე ნივთიერებაში. დავაფაროთ მჭიდროდ თავი. რა მოხდება? გახეთქავს. დუღარე მაჭარი ქვევრს ხეთქავს. თუ იმას სახაერო არ ექნა, რომ საიდან მე გამოვიდა, ის დუღილია. იცი, როცა ღმერთის სული გააცოცხლებს ჩემში სიტყვას, ეს პროცესი იწყება. აი, რუსული სიტყვა ბურლით რაღაცა ხდება, რაღაცეები ხდება, რაღაცეები იწყება. ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ აჩერებს. და ძალიან მარე შეუძლებელი, შესაძლებელი ხდება, რაღაცეები ხდება, რაღაცეები ვითარდება, რაღაცეები იწყება. და ზუსტად ეს ცulis ადამიანს, ჩემო მეგობრებო. სიცოცხლის სულის ჯული ვლინდება, ღმერთის ძალა ვლინდება, რაც მე არ შემიძლია, მე რო ვიტანჯებოდი, აი, მოჯადოებული წრე გაჩვენებთ. მოვისმინე, გადავწყვიტე, არ მინდა შევცოდო, ისევ ცოდვაში ვარ. მოვისმინე, გადავწყვიტე, არ მინდა შევცოდო, ისევ ცოდვაში ვარ.
და მოჯადოებულს ტრიალებ, ღმერთო უმადრუკი ადამიანი ვარ, ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან. და სიცოცხლის სულის ჯული, ღმერთის სულით გაცოცხლებული სიტყვა, რომელიც უკვე მოქმედი ხდება, ცოცხალი ხდება, ის სულის ყველაფერს. ორი მდგომარეობა არის, პირველი ჭკვიანი. როცა ჭკვიანი ხარ, გონებით რო წყვიტავ ყველაფერს. მე პირდაპირ გეტყვით. მოლესილი გონება ძალიან საშიშია, მეგობრებო. ძალიან საშიშია. ერთხელ ერთმა მქადაგებმა თქვა, ერთი საფრთხე არსებობს, რომ ადამიანები დაჭკვიანდებიანო. ჭკვიანები იწყებენ ლოგიკურად. მე კი შევწირავდი ახლა თანხას, მაგრამ აბა, ახლა რო შევწირო, ეს არის ჩემი შემოსავლის ამდენი პროცენტი, მერე რო ამდენი რაღაცა კომუნალურები მაგადასახდელი, ეს მაგასაკეთებელი, ის მაგასაკეთებელი, ეს მაგასაკეთებელი, სიხარული ჩაქრა, განცდა გაქრა, დარჩა პრობლემა და ჯიბე გეუნება, ვერაფერსაც ვერ შეწირავ. ბაი, კარგად იყავი. გასაგებია? ეს არის, იცი, როცა ღმერთს არ უნდა რომ ჭკვიანი იყო. მე პირდაპირ გეტყვით. მორწმუნეები უგუნურები არიან. და ერთი ყველაზე დიდი უგუნური მე მინდა ვიყო. იმიტომ რომ ის რაც ბრძენი არის ადამიანისთვის, ღვთისათვის სრული უგუნურება არის. კორინთელთა წერილი ამბობს, აი მშვენიერი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღმერთის სულისგან არის. არ შეუძლია მიღება, იმიტომ რომ უგუნურებად მიაჩნია. გასაგებია? რა გონიერებაზე იყო ლაპარაკი, როცა მივიდა ქრისტე ლაზარეს საფლავთან. კი, მაგრამ თუ გაცოცხლება და გინდოდა სანამდე მოკვდებოდა, მანამდე არ შეგეძლო მისულიყავი? ხო მარტივი იყო უფრო. არა, მივიდა როცა 4 დღის მკვდარი იყო. და ქრისტეს აფრთხილებდნენ, რა საკეთებ, უკვე ყარს. როგორ, რა საკეთებ? ქრისტემ გადააგორეთ ლოდი. თვითონ კი არ იცოდა. ესენი ჭკუას ასწავლიან, უკვე ყარს. გადააგორეთ ლოდი. ის ხო არ მithქვია ლაზარე გააცოცხლეთო. ლოდი გადააგორეთ. ლაზარეს გაცოცხლება თუ შეგიძლია, ლოდის გადაგორება აღარ შეგიძლია? მაგრამ არის რაღაცა, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. და როცა ლოდი გადააგორეს, ლაზარე გამოვიდა ცოცხალი. დიდება უფალს. როცა ლოდი გადაგორდა, ლაზარე გამოვიდა ცოცხალი, სიცოცხლის სული მოქმედებს. ეს მოქმედია. და რომელი ლოგიკით გინდა ეს დაამტკიცო? რომელი ლოგიკით? როგორ ამტკიცებ ამას? ანთა როცა ისრაელი მივიდა მოსესთან, წუწუნი წყალი არ გვაქვს. საერთოდ წყალს რა უნდა კლდეზე, მთაზე, ზევით, მწვერვალზე. წყალი არის დაბლობში, ხეობაში, სადმე. იქ უნდა ეძებო. ღმერთი ეუბნება მოსეს, აიღე კვერთხი და წადი მთაზე. ავიდა მთაზე, დიდი კლდა იყო, დაარტყი. კლდეში რა უნდა წყალს? და წმინდა წერილი ამბობს, ეს კლდე მათ თან დაყვებოდათო. სადაც იყვნენ. ეს ქრისტე იყო. დიდება უფალს, ებრაელთა მე-11. და დაარტყა მოსემ და წყალი გადმოსკდა. რომელი ლოგიკას ექვემდებარება ეს? ხო წარმოუდგენელი არის. ამიტომ ჩემო მეგობრებო, მე ძალიან მინდა დღეს ერთ რამეზე ვილაპარაკოთ, ეს არის ებრაელთა მე-5 თავი მე-12 მუხლიდან. დროებითა და ვადებით თუ იმსჯელებთო წმინდა წერილი ამბობს, თქვენ უკვე მასწავლებლები უნდა იყოთ. მასწავლებლობა არ ნიშნავს ვიდეოების ჩაწერას და ვიღაცისთვის ჭკუის სწავლებას. მასწავლებლობა ნიშნავს მაგალითის გახდომას. დროებით და ვადებით თუ იმსჯელებთ, ჩვენ უკვე ვიღაცეები უნდა გვისმენდნენ, ვიღაცეები უნდა გვეკითხებოდნენ, ვიღაცეები უნდა გვაკვირდებოდნენ, ვიღაცეები შენგან, ჩემგან, ჩვენგან მაგალითს უნდა იღებდნენ. გასაგებია? მაგრამ პავლე ამბობს, რომ თქვენო ჯერჯერობით კვლავ რძით კვება გჭირდებათ, იმიტომ რომ ჩვილები ხართო. მე ადრე ვილაპარაკე, ძალიან მოკლედ შევეხე სულიერ ჩვილობაზე. იცი, ჩვილებს აქვთ რამდენიმე დამახასიათებელი თვისება. ჩვილები ყველაფერს პირში იტენიან. ჩვილები ვერ არჩევენ, კარგია, ცუდია, ესეთი რაღაც შეიძლება დიდი ალბათობით ის რომ მიუშვა, ძალიან ცუდი რაღაცა ჩაიდონ პირში და ამის გამო სიცოცხლეც კი დაასრულონ. რაიმე საწამლავი აიღონ და ჩაიტენონ პირში. ბავშვი ამას ვერ არჩევს. იცი, არა და ბავშვი კი ვერ აღიქვავს რომ ბავშვია. სადმე გინახავს ბავშვი, რომელიც ამბობს, მე ბავშვი ვარ, მე არაფერი არ ვიცი, თქვენი დახმარება მჭირდება. გინახავთ ასეთი ბავშვი. ბავშვს თავი დიდი გონია. აკეთებს და თან პრეტენზიები აქვს, დიახასე უნდა გააკეთოს.
თვითონ აფუჭებს და შენ გაბრალეს. ხო არაფერი გეცნობა, ისა ძვირფასება. დასრულებში, როცა სულიერი ჩვილობა ვლინდება. ზოგიერთ საერთოდ ვერ არჩევს რა უნდა მოისმინოს. საერთოდ ამის აღქმაც არ აქვს. დიდება უფალს. და დღეს ეს ძალიან აქტუალურია. ამიტომ მინდა ერთი რაღაცა გავიგოთ, პავლე ამბობს, ჩვილები ხართო ჯერო. ანუ ერთხელ ერთმა თქვა. გამოთქმა არსებობს ასეთი რომ სიბრძნე მოდის ასაკთან ერთადო. მაგრამ ეს არ არის აქსიომა. იმიტომ რომ ხანდახან მარტო ასაკი მოდის. ადამიანი ჭაღარაა უკვე ასაკში აღოს სიბრძნე ვერა, სიბრძნე ვერ მოვიდა. ასევეა. იცი წლები არ იძლევა სულიერებას. ზოგს გონია რომ 25 წელი რო არის ეკლესიაში დავდივარ. უკვე მე სინამდვილეში. მე არავის არ მინდა ეხლა ცუდად შეშევეხო და შეურაცხყოფა ისა მივაყენო. მაგრამ 100 წელიც რო გავიდეს ეს სკამები სულ აქ იქნებიან. ისე სკამები იქნებიან, გაცვდებიან ისა უბრალოდ. არაფერი მათთვის არ შეიძლება. წლები არ ცვლის რაღაცას. გასაგებია? წმინდა მოციქული ამბობს, ებრაელთა წერილის ავტორი, რომ თქვენ ისე რძე გჭირდებათო, ვიმიტომ რომ არ შეგიძლიათ მაგარი საჭმლის ჭამა. და მე ამბობს თვითონ, მაგარი საჭმელი არის მოწიფულთათვის, რომელთა გრძნობებიც განსწავლულია ჩვევით, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. ეხლა ცოტა არ იყოს დაბნეულობის დრო მოვიდა. წეხან რაც ნინომ წაიკითხა, დაბადების მეორე თავის მე-17 მუხლი, იქ წერია რომ კეთილისა და ბოროტის ხისგან არ ჭამო. რადგან როგორც კი შეჭამ, სიკვდილით მოკვდები. ღმერთი ეუბნება კეთილი და ბოროტი არ უნდა გაარჩიო, შენ ეს არ არის შენი ნება. ეს არ არის შენი ნება კი არა, შენი ფუნქცია, შენ ამას ვერ გააკეთებ. მაგრამ ებრაელთა წერილის ავტორი ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თურმე, მაგარი საჭმელი უნდა ვჭამოთ და ვისწავლოთ კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ჩემო მეგობრებო, ეს იცი რას ნიშნავს? მაგარი საჭმელი სინამდვილეში სიცოცხლის ხიდან კვება არის. სიცოცხლის ხე ქრისტე არის. და ქრისტეს ბუნების ზიარება, იცი, როცა ქრისტესთან გაქვს ურთიერთობა, როცა გაცოცხლებულ ღმერთის სიტყვასთან გაქვს ურთიერთობა, როცა სიცოცხლის სულის ჯულთან გაქვს ურთიერთობა და ღმერთს უნდა რომ ღმერთის სიტყვა ყურებში კი არ იყოს, ის ჩვენ სიცოცხლეში, ჩვენ ცხოვრებაში იყოს. გასაგებია? ეს გრძნობა, როცა გრძნობა განისწავლება. სხვათა შორის ერთი რამე იცოდეთ. არის ესეთი გრძნობა, ჩემ შვილებს, ჩემთვის არასდროს არ დაუძახნიათ შმაგი მამა. ერთხელ ერთი იეჰოვას მოწმე შემხვდა და მელაპარაკება, რომ თუ ღმერთს სახელით არ დაუძახებო, მაშინ სხვა ღმერთი მოგისმენსო. ანუ ღმერთს თუ არ დაუძახებს სახელს, მე შეიძლება არ ვიცოდე სახელი. მაგრამ მე ვიცოდე მამა. გასაგებია? მე ჩემი შვილები ეხლა მეძახიან ხოლმე ხუმრობის შმამას. გააერთიანეს ორი სიტყვა, ჩემი სახელი და მამა და გამოვიდა შმამა. მაგრამ ისინი მე შმაგი მამას არ მეძახდნენ, მაგრამ 1000 ბავშვი რო დამიძახებდნენ, მე მათ ხმას ვარჩევდი. რატო? ჩემი შვილები არიან და მიტო. ჩემგან გამოვიდნენ და მიტო. ჩემი სისხლი არიან და მიტო. გასაგებია? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იცი, ჩემი მეუღლე კიბეებზე რო ამოდის, ეს მithქვავს ხშირად. მის ფეხის ხმას ვცნობ. რატო? ჩემი მეუღლეა და მიტო. მასთან ერთად ცხოვრობ და მიტო. ერთნი ვართ და მიტო. გასაგებია? არის უნარჩვევებიც, რომელიც ვითარდება. იცი, როცა გრძნობები ღმერთის სიტყვიდან გამომდინარე განისწავლება, შენ გრძნობ და იცი რომ ეს ღმერთია. შენ მკითხაობა კი აღარ გჭირდება. შენ რაღაცეები კი არ გჭირდება, იცი, რაღაცა იმპულსი და დაიჭირე და იცი რომ ეს ღმერთია. ამას სხვანაირად სერფინგისტები ის ამბობენ, ტალღა უნდა დაიჭირო. აი იმ ტალღას თუ დაიჭერ, მე უკვე ძალიან ისეთ მანევრებს აკეთებ. ღმერთს უნდა რომ ზუსტად ამ ტალღის დაჭერა შევძლოთ. და იმას, რასაც ახლა მეგელაპარაკებით, მეგობრებო, ეს არ არის მარტო მოსასმენი თემა. ეს უფრო რაღაც სავარჯიშო თემაა. ვარჯიში დაიწყო. არის ცხოვრება ცოდნით.
როცა ვაკეთებ შესაწირავს ცოდნით, როცა ვაკეთებ ჩვევით, ცოდნით, ვიცი, ვისწავლე, წავიკითხე, ვიცი ფორმულები, A პუნქტი, B პუნქტი, C პუნქტი და ასე შემდეგ. მაგრამ ხვდები სიტუაციაში ეს პუნქტები საერთოდ არ მუშაობს. არანაირი პუნქტები არ გიშველის იქ. მაგრამ როცა გაგ გრძნობა, როცა გრძნობ, მაგარი საჭმელი არის სრულყოფილთათვის, რომელთა გრძნობებიც განსწავლულია ჩვევით, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. ჭურჭლობა, სხვათა შორის, შეუძლებელია გრძნობის გარეშე. გასაგებია. შეიძლება უნებლიე ჭურჭელი გამოდგე, უნებლიე, მაგრამ ეს შენთვის არ იქნება სასარგებლო. ჭურჭლობა. ჩვენ ხო ვლოცულობთ ღმერთო წარმოგზავნე მუშები სამკალში. ვინ არიან ეს მუშები? ესენი არიან ჭურჭლები, რომლებიც ღმერთს გამოადგებიან, რომელიც ღმერთის საქმეს გააკეთებენ, ღმერთის ზიარაღი იქნებიან. ჭურჭლობა, გინდა იყო ღმერთის ჭურჭელი, ვის უნდა? შეუძლებელია ჭურჭელი იყო გრძნობის გარეშე. თუ ვერ გრძნობ. პასტორი ლაპარაკობდა კვირას. ერთხელ ვლოცულობდი რაღაც საკითხზე. ვლოცულობდი და ვამბობდი ღმერთო რატო არ მიპასუხე? ღმერთო რატო არ მიპასუხე? იმიტომ რომ ვლოცულობდი და ვერ მივიღე პასუხი. და ღმერთო რატო არ მიპასუხე? და ღმერთმა მითხრა, მე გიპასუხე. და სად ღმერთო? როგორ? სად არის? მე ვლოცულობდი და ვერ მივიღე და სად არის? და გავიგონებ გაჭედილი არხი. გაჭედილი არხი რაღა არის? იცი არხი როცა გაიჭედება წყალი აღარ მიდის. განაწყალი არ არის. წყალი არის. მაგრამ როცა გაიჭედება წყალი აღარ მიდის. გასაგებია? უგრძნობი ჭურჭელი. იცი, ხშირად პრობლემა რატო არის, იცი? ჭურჭლები დაყრუბდნენ. არ ესმით. იცი, ხშირად პრობლემა რატო არის, ჭურჭლები, ვისაც ღმერთის პასუხი უნდა მიეტანა A პუნქტიდან B პუნქტამდე. თავისი საჭიროებები გაუჩნდა, ვეღარ მოიცალა იმისთვის, რომ ღმერთო შენ რა გინდა? გასაგებია? მე ვიცი მე რა მინდა, მე ვიცი რა მაგ გასაკეთებელი მილიონი რაღაცით ვარ დაკავებული, მაგრამ ღმერთო შენ რა გინდა? და სულ დამავიწყდა რომ შენ რაღაც გინდოდა ჩემგან. სულ დამავიწყდა რომ რაღაც უნდა გამეკეთებია, სულ დამავიწყდა რომ აქედან აქ უნდა მივსულიყავი. ახალი მორწმუნე ვიყავი, ადრეც დაგიმოწმეთ ეს ეკლესიაში და კიდე ერთხელ გავიმეორებ. სულ ახალი მორწმუნე ვიყავი და ხშირად მესმოდა ღმერთმა მითხრა და როგორ მინდოდა ხოლმე მეთქი მეც როგორ მინდა რომ ღმერთმა რაღაცა მითხრას. და ერთ-ერთ მსახურებაზე დადგა ჩემ ცხოვრებაში მომენტი ღმერთმა მითხრა. მე ვიგრძენი. იცი ეს რა იყო? რაღაც ფული მქონდა, თბილისში ვიყავი მსახურებაზე. მაშინ იქ ვესწრებოდი ხოლმე მსახურებებს. თბილისში ვარ მსახურებაზე, რაღაც ფული მაქვს და სახლში ვარ დასაბრუნებელი. ანუ ჭიათურაში უნდა დავბრუნდე თბილისიდან მატარებლით. ეს ის დრო არის ხალხო მატარებლები, კვირეები რომ მიდიოდნენ ერთი ქალაქიდან მეორეში. და ხშირად მატარებლებში ცეცხლს რო ანთებდნენ ხოლმე, რო არ გაყინულიყავი, იმიტომ რომ სხვა ტრანსპორტი არ არსებობდა და საღამოს უნდა ვიცი რომ მატარებელში ავიდე და წავიდე ჭიათურაში. უნდა ჩავიდე ზესტაფონში და ზესტაფონიდან მერე ჭიათურაში და რაღაც თანხა მიდევს ჯიბეში და მსახურების დროს სხვათა შორის მაშინ შესაწირავზე არ იყო თემები, არ იქადაგებოდა შესაწირავზე, რომ ეხლა მაინდა-მაინც ვიღაცამ შესაწირავზე იქადაგა და ღმერთი შემეხო, ეს რომ მეთქვა. მაგრამ ქადაგების დროს პასტორი ოლეგი ქადაგებდა მაშინ, ეპისკოპოსი ოლეგი. უეცრად ღმერთი შემეხო და ღმერთი შეეხო ჩემ ჯიბეს. და მივხვდი რომ ეს თანხა უნდა შემეწირა. და იცი იმდენად შემხები იყო ეს ყველაფერი, არც კი დავფიქრებული ვარ. ავდექი და რო გამოვდიოდი კარებში, მაშინ ესე არ იყო ესე არც ჩამოატარებდნენ რაღაც ყუთი იდო ხოლმე შეეწირავისა კარებში. ავდექი და ჩავაგდე შეეწირავ. მაგრამ თქვენ უნდა გენახათ კარებიდან რო გამოვედი, მე რა დამემართა. თუ სადმე დემონი არსებობდა, ყველა მე დამესხათაოს. და მე მეგონა რომ მე ვლაპარაკობდი ასე. მეთქი ეს რა გავაკეთე, რო გამოვედი. ეხლა რა უნდა გავაკეთო? მეტროს ფულიც არ მაქვს? უნდა დავდგე აქედან და ავჭალიდან ვაგზლის მოედნამდე და წვიმდა და ციოდა ძალიან. ამ წვიმაში და მე უნდა გავიდე ფეხით. თუ არა და მეორე, უფრო დამამცირებელი, უნდა მიხვიდე, გეხვეწებით მეტროს ფული მომეცით რა. ბოდიში. ეს ხო შეურაცხყოფელია.
და მეთქი ღმერთო ეს რა სისულელე ჩავიდე ვფიქრობ ჩემთვის ეს რა უქენი მოვდივარ გზაში და ლამის ხელებს ვირტყავ თავში მეთქი ეს რა სისულელე ჩავიდინე და უკვე წვიმს გამოვედი გარეთ და მოვდივარ ახლა ქუჩაში ესე ჩემთვის და ვასამართლებ და ვწყევლი ჩემ თავს და ჩემ გაჩენას უეცრად ჯიბეზე მეკაჩება ვიღაც იცი რა დამემართა მეთქი მაგ ჯიბეში მე ვერაფერს პოულობ შერასიპოვი მე მეგონა ვიღაცა მიზურება ჯიბეში მოვბრუნდი და დავინახე მოხუცებული ხალია მეთქი ნახე შენ ნახე ბებიები ჯიბეზე მუშაობენ ესენიც თუ თან მეუნეო ღმერთმა მითხრაო რაღაც შადო ჯიბეში და წავიდა მაშინ რუსული ფული ისე იყო ხომ რო ამოვიღე სამჯერ მეტი თანხა იყო რაც მე შევწირე სამჯერ მეტი თანხა იყო რაც მე ისე შევწირე რო ამივარდა ტირილი ესე დასიებული თვალებით მივედი მატარებლამდე მეთქი ღმერთო იცი ღმერთს ჭირდება ჭურჭლები ღმერთს ჭირდება ჭურჭლები აქ ფულზე არ არის ლაპარაკი ხშირად საჭიროა რომ ვიღაცასთან მიხვალ და ეთქვი მე იცი რა არის მე ვგრძნობ რომ შენ ღმერთს უყვარხარ იცი ვიღაცისთვის ეს რას ნიშნავს იცი ღმერთ და რო იყო ჭურჭელი უნდა გრძნობდე უნდა განიცდიდე და ამაში ვარჯიში არის საჭირო ეს აგური არ არის თავში დაგეცეს ეს თავისთავად არ მოხდება უნარჩვევები არ გამომუშავდება თავისთავად კი არიან ადამიანები ყველა თვალის დახუჭვაზე ამბობენ მე ღმერთმა მითხრა მე აღმოჩნდება რომ აღარ უთხრა მე აღმოჩნდება რომ ისე არ იყო იცი უნდა ივარჯიშო პავლე მოციქული წერს ტიმოთეს რომ ხორციელი ვარჯიში ნაკლებად სასარგებლოა ღვთისმოსაობაში ვარჯიში ყველაფერში გამოსადეგია უნდა გაყვე ღმერთს გრძნობებში უნდა მოусმინო ისწავლო ღმერთის მოსმენა და სიცოცხლის სულის ჯული ეს არის ღმერთის სულით გაცოცხლებული სიტყვა ჩემში როცა ის სიტყვა რეალური ხდება როცა ის სიტყვა ცოცხალი ხდება როცა ის სიტყვა მოქმედი ხდება როცა ის სიტყვა ცვლილებებს იწვევს გასაგებია ეს არის ყველაზე მთავარი მეგობრებო იმისთვის რომ იცით ჩვენ რამდენიმე მსახურების წინ მქონდა თემა ღმერთის გამოვლენა საგალობელი გვაქვს ის გამოავლენს თავს ის იმან რო თავი გამოავლინოს ამას ბევრი რამე უშლის ხელს და ყველაზე მთავარი ხელი შემშლელი შეიძლება მე აღმოჩნდე ან შენ ნიშნულობა არ აქვს ამას მას მართლა უნდა ჩვენში გამოავლინოს თავი და პასტორი ლაპარაკობდა ამას არ ვიცი თქვენ წაიკითხეთ პირველი კორინთელების მე-6 თავში რო არის ლაპარაკი რატო არ გინდა დაზარალებულად დარჩენა რატო არ გინდა დაზარალებულად დარჩენა რას ნიშნავს დაზარალებულად რატო უნდა დავზარალდე რატო უნდა ღმერთს რომ მე ვიყო დაზარალებული არა ღმერთს შენი დაზარალება არ უნდა ღმერთს უნდა რომ თავი გამოავლინოს და როცა შენ უხტები წინ ღმერთს იცი დაზარალებულად დარჩენა ეს არის როგორც პეტრე ამბობს თავის წერილში ლანძღავდნენ და ლანძღვით არ პასუხობდა მართალ გამსამართლებელს მიენდო ასე წერია ძველი თარგმანი ამბობს გადასცაო მართლად გამსამართლებელს გადასცა ეს რას ნიშნავს ქრისტეს შეეძლო თუ არა ჯვარზე პასუხი გაეცა რატო არ პასუხობდა მშიშარა იყო თუ გრძნობები არ ქონდა თუ განცდები არ ქონდა თუ იმ უსამართლობას ვერ გრძნობდა რასაც უკეთებდნენ ჩვენ ხშირად ძალიან მწვავედ განვიცდით უსამართლობას მე ასე მომექცნე მე ვიცი ადამიანები რომლებიც წლები ლაპარაკობდნენ რომ 10 წლეულების წინ ვიღაცა უსამართლოდ მოექცა და წლები 10 წლეულები ამაზე ილაპარაკებს მე ასე მომექცნენ როგორ ფიქრობთ ქრისტე რატო არ ლაპარაკობდა ამას მან გადასცა იმას ვისაც თავი უნდა გამოევლინა მართლად გამსამართლებელს დიდება უფალს და როცა შენ ამბობ ღმერთო მე არა აქ მე არ მეხებიან შენ გეხებიან ამიტომ შენ უპასუხე ღმერთო და როცა ის გამოავლენს თავის თავს ყველასთვის ცხადი გახდება ყველაფერი ყველასთვის დიდის და პატარისთვის ცხადი ხდება ყველაფერი აი ზუსტად ეს არის მეგობრებო სიცოცხლის სულის ჯული სიცოცხლის სულის კანონი ეს არის ღმერთის სულით გაცოცხლებული სიტყვა ჩემში რომელიც სტანდარტი ხდება ჩემი ქცევის რჯული არის ქცევის სტანდარტი რჯული ადამიანებს აიძულებდა ქცევას გასაგებია მათ ქცევას აკორექტირებდა რჯული ეს არ უნდა გაეკეთებიათ ეს არ უნდა გაეკეთებიათ და როცა წაკითხული რჯული ხდება და მკვდარი ასო ხდება
ქცევის სტანდარტი, მეც უსიცოცხლე ვხდები. მაგრამ როცა სიცოცხლის სული არეგულირებს, სული წმინდა არეგულირებს ჩემს ქცევას, მე უკვე ჭურჭელი ვხდები. გასაგებია? მე ჭურჭელი ვხდები. რამდენიმე სტანდარტი არსებობს ბიბლიაში ღმერთიშვილობის. მაგალითად, თქვენ ყველანი ღმერთიშვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. ამენ? არის თუ არა ეს ღმერთის სიტყვა? იოანეს პირველი თავის 12-13 მუხლები. ხოლო ყველას ვინც მიიღო იგი მის სახელის მორწმუნეს, მისცა ძალაუფლება გამختარიყვენ ღმერთიშვილი. ასე იგი ადამიანი რომ მიიღებს ქრისტეს და ირწმუნებს მისას, ის ღმერთიშვილი ხდება. ამენ? მაგრამ რომაელების მე-12 თავში, ესა მერვე თავში, მე-14 მუხლიდან წერია, ვინც ღმერთის სულით წარიმართებიან, შვილები კი არა, ძეები არიან, ასე წერია. ძე მარტო შვილი არ არის. იცით, ძე მამრობითი სქესის შვილს არ ნიშნავს. ძე მემკვიდრეს ნიშნავს. ანუ ვინც ღმერთის სულით წარიმართებიან, ეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია. და ღმერთის სულით რო წარიმართო, ზუსტად ეს არის სიცოცხლის სულის ჯულმა უნდა დაიწყოს ჩემში მოქმედება. ღმერთის სულით გაცოცხლებულმა სიტყვამ უნდა გამოიწვიოს ჩემი საქციელების კორექტირება. გასაგებია, ჩემი პასუხების კორექტირება, ჩემი მიდგომების კორექტირება, ჩემი დამოკიდებულებების კორექტირება, თავმდაბლობა არის ეს თუ სიყვარული არის თუ აი ლმობიერება არის თუ სითბო არის თუ რა ვიცი, ყველაფერი. ხშირად ჩვენ თავს ვიმართლებთ იმის, რომ ქრისტე ოდესღაც გაბრაზდა ტაძარში და მოაყირავა გადამცვლელთა მაგიდები. ის სამ წელიწად ნახევარში ერთხელ გაბრაზდა და ყოველი 2 საათში რო ერთხელ ბრაზდები. როგორ არის შენი საქმე? ასე რომ მოდი მეგობრებო, დღეს ვილაპარაკე გრძნობაზე. გრძნობა ეს ისეთი რაღაცაა, რომელსაც განსწავლა ჭირდება ჩვენში. თუ ამ ყურადღებას დაუთმობთ ამაზე და თუ გადავალთ, იცი ღმერთი გაამრავლებს ჩვენში ჭურჭლებს. ღმერთი გაამრავლებს ჭურჭლებს და ძალიან ბევრი წერილი მივა ადრესატამდე. ძალიან ბევრი ადამიანი ჭურჭლად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღოს პასუხი ღმერთისგან თავის ლოცვაზე. თორე ძალიან ბევრი წერილი იკარგება. ძალიან ბევრი მესიჯი ვერ აღწევს ადრესატს. ძალიან ბევრი გზავნილი უბრალოდ უმიზნოდ რჩება, უმისამართოდ იკარგება. ასე რომ მოდი წამოვდგეთ. და ამ ლოცვაში მინდა ღმერთს ვთხოვოთ ჭურჭლობა, რომ ღმერთმა მოგცეს ძალა და საშუალება. განწმინდოს ჩვენი გრძნობები. იმისთვის რომ შევძლოთ, ვიყოთ ღმერთის ჭურჭლები.